მოგესალმებით. დღემშვიდობის თუ ჯერ ისე დილმშვიდობის 12-ის ნახევარია. ეხლა მოვედი სახლში, სარიცხი შევყარე, კატებს ვეჭამე, იმიტომ რომ დასკდნენ წეულკივილით. და შოქში ჩავარდი, რაღაცები ვიყიდე, შემოვაყოლე სახლში და ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ რა მარტივია ფულის დახარჯვა და რა ძნელია შოვნა. თქვენც ასეთი შეგრძნებები გაქვთ ხოლმე? მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეკონომია გავაკეთო ხოლმე, სულ ვეძებ პროდუქტს, რომელიც არის ფასდაკლებაში, რომელიც გამომადგება მე და მაინც ბევრი მეხარჯება ხოლმე. არ ვიცი. დღეს დაბადების დღეზე მივდივარ და საჩუქარში 100 ლარი გადავიხადე. მოდი ვნახოთ რა ვიყიდებ. დღეს მივდივარ ნინიას ბაღში, არასდროს არ გამიგია. თურმე ყოფილა აქ ჩემთან, მაზნიაშვილზე და არის ძალიან ლამაზი მორესტორნო ტიპის რაღაცა, არც დამინახია არასდროს. და მოკლედ ჩემი მეგობარია, უახლოესი და ყოველთვის მიყვარს ხოლმე რომ ვიყიდო ის, რაც მას სჭირდება. ანუ ესე აიღო და ფული გადაიხადო უაზროდ, შენ რაც გინდა რომ უყიდო. არ მომწონს ხოლმე და არც ფულის ჩუქება არ მომწონს. ხო და ვკითხე რა გინდა თქო და მითხრა რომ აჰალას ტონერი ან შრატი მინდაო, ფასდათმობა აქვსო. მე აჰალა არ მიყვარს, ამიტომ ეგრევე დავგმე, მივხვდი რომ უყვარს უნდა ტონერი ან შრატი და მივაკითხე აფთიაქს. ატირანსზე შევაჩერე არჩევანი, იმიტომ რომ მიხმარია. ნორმალურია და 100 ლარში ფასდათმობა თქონდა და ავაწყე ძალიან კარგი რაღაცები. ტონერი, რომელზეც არაერთი სახის კანის მოვლის სპეციალისტები აპიარებენ, არ მიხმარია, სავარაუდოდ მეც გადავალ ნელ-ნელა. შრატი და სახის გასაწმენდი რძე, რომელიც ჩემთვის მე ძალიან მიყვარს ხოლმე და არ ყიდულობ, იმიტომ რომ შემდეგ დაწენიანებას აღარ საჭიროებს ხოლმე. ეს ყველაფერი ფასდათმობით დაჯდა 96 ლარი თუ არ ვცდები. ესეთი ძალიან ბზინარი და კარგი შრატუკა. რეტინოლით ცეთი იყო და არ ავიღე, იმიტომ რომ სერუმი ყოფილა. ფიქრობ რომ რეტინოლი ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვეტოს, მიიღოს გადაწყვეტა. დავიდა ეს. რა თქმა უნდა არ მენანება, რა თქმა უნდა მთელი გულით და სულით დავარბოდი ასარჩევად და რა თქმა უნდა მიხარია რომ გავახარებ. შემდეგი ყველაზე ძალიან ლამაზი რაღაც. მე ხო იცით როგორ მიყვარს საკმეველი, გიჟდები. ადრე საკმეველს იყენებდნენ სამკურნალოდ და რაც ეს წავიკითხე, უფრო მეტად დილას აღამოს ვანთებ ხოლმე. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ასეთი რაღაც გაბრანჯული. მომწონს და made in China ხალხოწერია. მე მეგონა რომ საქართველოში მინდამ გააკეთა. ხო და ჩემი მეგობრისთვის უჩქებია მამაოს და მან მე მეჩუქა 1 წელი. საბჭოს მოედანზე ვიყავი ყველაფრის შესაძენად და შესაბამისად ვერ მოვახერხე, გათავებული მაქვს სანთელით, საკმეველით და ნახშირით. იმიტომ რომ ძალიან ხშირ მოხმარებაში დილით ვიღვიძებ ვანთებ, ვერ გეტყვით რომ ლოცულობ, მაგრამ პირჯორს ყოველთვის ვიწერ და მე ჩემი წილი ღმერთის მწამს, ჩემებურად და ხო ჯვარზე და ხატზე თქვენ იცით რა მემართება. ეს მე მგონი დიდების ყიდვა უნდა დავიწყო, ცოტა უხერხული სარაფანი მაჩვია მგონი. არასდროს თუ არ არის ცოტა ბევრი. არასდროს
მოდი რახან ნაგვის პარკები, იმიტომ რომ ჩემთან პარკები არ გროვდება, ყოველთვის ვცდილობ რომ აი ამ ჩანთები თუ იარო, შესაბამისად არ ყიდულობ ხოლმე პარკებს. არ ვაფრთხილდები ბუნებას, უბრალოდ ფულს არ ვხარჯავ. და ყოველთვის მინდა ხოლმე რომ ნაგვის ცელოფანი ცალკე მქონდეს, იმიტომ რომ ნაგვის ყუთში ჩადის იდეალურად და ანუ სადმე რამე რო არ დაიბნას და ყოველ 5 წუთში არ ვხეხო ნაგვის ყუთი, ეს არის მისწრება. სულები მყავს სახლში. ჯოხით მოვარდა თავის. ხელთათმანი იყო ორ ნაბიჯში. არასდროს არ მომახე, აქამდე არ დამემახე. ხანდახან წერდება ხოლმე, მაგრამ რა მიზიდა, იცი? ფერფერმა. ხანდახან წერდება ხოლმე ესეთ ხელთათმანი, უიანი რამდენი ყოფილა ჩემთვის, მაგრამ გამოდგება. ესე დავიურგებ ხოლმე სახლში დავიწყობ ხოლმე, მაგრამ ვარ სამსახურში არ ვიხ. და ინერჩუნებ ფრჩხილსაც, გაზდასაც არ მიწება ხელთათმანი ხელები საბედნიეროდ. გადავის საჭმელი უკვე გავიტანე. იოგურტი. ნერცე. მოჭიქული ხაჭო. მაკარონი, რომელიც არასდროს არ იხარშება. მიწისთხელი ნიკოს ძალიან უყვარს, ვუყიდე მოსახალი მოხალე თქო და არ ხარ. ეს ხაჭოს მაიმუნობები უყვარს და იმიტომ რომ ხაჭო ჭამას მგონია რომ ხაჭოს ვყიდულობ და ვყიდულობ. პური. ძირითადად კატები ჭამენ, ჩემთან პური აღარ იყდება და მაბედნიერებს. ესეც მეორე ამის წინ ცოტა მეტია აღვყე და არ შეჭამა. ეს მანქანის გასაღებსა მაქვს მიბმული, რომ ყოველთვის გამოვიყენო და ვიყიდო ცელოფანი და ერთი ჩანთაში მიდოს. მე არ ვჭამ სოსის და ჩემი შვილისთვის ვყიდულობ ხოლმე, იმიტომ რომ არის დღეები, დღესაც გავაკეთებ მაკარონს ხორცით, მინდა გავაკეთოთ ცოტა ფარში მაქვს და მოვშუშავ და ძალიან გემრიელად გავაკეთებ, მაგრამ არის დღეები, როცა ამცალია და ექოს მეცივაში. ფასდათმობაშია ყველაფერი ნაყიდი და მაინც ძალიან ბევრი გადავიხადე. ეს ჩემი კევი. ჩვენთან საბჭოს მოედანზე არის საცხობი, სადაც აცხობენ უგემრიელეს სომხურ ქადებს და სპეციალურად ვცდილობ ხოლმე რომ არ გავიარო, იმიტომ რომ არ შემომესყიდოს, მაგრამ მომიხდება ხოლმე. და ორცელი ლობიანი. გუშინ თელავიდან ჩამოვიდა ნიკოლოზი და 5 თუ 4 ბიჭი ყავდა მოყვანილი. ქონდა სუშის მასალა დაშლილი, სუში მომინდა ძალიან და რა თქმა უნდა არ ვიმეტებ მასით რაღაცებში ფულს და არ გამოვიძახებ და არ გავაკეთებ, არ ვიცი კარგია თუ ცუდი ვფიქრობ რომ არ არის კარგი, იმიტომ რომ ჭამე რა და ვიყიდე მრგვალი ბრინჯი მქონდა სახლში, ტუნას კონსერვი, კიტრი მქონდა სახლში, ვიყიდე კოჭოს მწნილი ვასაბი და ნორი მქონდა. და გავაკეთე ძალიან დიდი ტაშტით 2 დღე ვჭამე მე და ბიჭებსაც დავახვედრე, ანუ ნიკოლოზას დავახვედრე, ცოტა იყო, მაგრამ არ ვიცი რამდენად იყო და აი ამ ხელს ახლა მქონდა ნაყიდი ფრესკოში. აღარ არის. ხო და კიდე რომ ვინმე არ შემოიაროს
ყველი მე არ შემიძლია ცხოვრება ყველის გარეშე და არც ამის გარეშე. დაახლოებით დღეში ერთხელ ვჭამ. თუ სახლში ვარ ორჯერ, როცა არ ვარ სახლში ერთხელ მივირთმევ და ვიწყებ ჭამას ამით. არ მგონია მეგრელმაც თუ ჭამოს. 3 წელი ბულგარული. წელს ხილი ვერ გიქცევ. აი, ატამი. ჩვეულებრივი ატამია. 6 ლარი და 20 ცენტი. ორივე. ცოტაოდენი პომიდორი. 3 სარკიტი. ხავს ყველაზე მეტ ყვედულობ ხოლმე, იმიტომ რომ კიდრე პომიდორის სალათაზე მეც ხავს მივირთმევ. და შავი ქლიავი. წინაზე მე მინდა თქო და 8 ლარი ღირდა კილო და შემომესყიდა და ძალიან გემრიელი იყო და ხა აღარ მეყიდა. და აი ამ ყველაფერში გადავიხადე 100 ლარი. 100 ლარისთვის მთელი დღე ვიბრძვი რომ ვიშოვო. ზუსტად 15 წუთი დამჭირდა რომ 200 ლარი ამეორთქლებინა. არ ვიცი. ახლა ვდგავარ დილემის წინაშე. ეს ძალიან ლამაზი სარაფანია საფრანგეთში. ირიკო მაჩუკა, მაგრამ თურმე ლანდავს. შენიშვნაც მივიღე. და რაღაც უნდა მოვუძებნო რომ ქვემოთ ჩავიცვა, ცოტა დიდიც მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს ფერები, მხიარულება. და ხო ვფიქრობ. საღამოს მივდივარ დაბადების დღეზე, 10-ზე უნდა ვიყო დაახლოებით. რა გავაკეთო? გავიდე შოფმარინაში და გადავიხადო ჩემი თავისთვის რაღაც ახალი კაბა ვიყიდო. ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი მაქვს, რომელიც არასდროს არ მცმია ძვირიანი, ბასანჯი კი რამდენჯერ მომეცვა. ის გავაშრიალო რაიმე ლამაზ ელეგანტურ შავ კაბაზე. თუ რაც მოუხრია ის ჩავიცვა. ვერ ვხვდები. ვერაფრით ვერ ვხვდები. ხოლო ეხლა მე გავაკეთებ სადილს ამ ყველაფერს შევაბინავებ და თუ წავედი მეორე რიგში ახალი კაბის საყიდლად შემოგიერთდებით და გეჩვენებთ. ხო და რა ვიცი. მარიამობას ეკასთან ვიყავი თეთრ წყაროში, აქ თეთრი წყაროში დაჩა. იქიდან მომავალს ავარიას წავატაკით, მოკლედ არც მეგონა თუ შევძლებდი დაძინებას გოგოებო. იმიტომ რომ ჩემ წინ ადამიანი არასდროს არ მომკვდარა დედა ჩემის გარდა. და ის დღემდე ისე მაქვს. და ყოველთვის სამძიმარი პანაშვიდი დაკრძალა ჩემთვის არ არსებობს. არასდროს არ მივდიოდი, ვინც არ უნდა გარდაცვლილიყო. შემდეგ იყო მოლი, რომელზეც დღემდე ვერ გამოვედი. იმდენად ვერ გამოვედი, რომ ჩემ შვილებს მამა ჩემთან ულაპარაკიათ. რომ დედა ძალიან განიცდისა და მამამ სპეციალი განახორციელა და მითხრა, რომ 12 წლის ვეყავი, ძაღლი რომ დამეღუპა და მომიკვდა, ძაღლი არ იღუპება. კვდება, ცხოველია, გეთანხმებით. და დღემდე მტკივაო. და მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრია, ცხოველია, მაგრამ შემთელი რესურსი გაქვს ჩადებული, გულით გიყვარს. მიუხედავად იმის, რომ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ აღარ იქნება, როგორ ვიქნები, თქვა ასე მალე არ ველოდებოდი ამ ყველაფერს. და მე მშობიარობაც კი არ დავუშვი, მოლის გამრავლებაც არ დავუშვი, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი არ გამოეწვია სადმე რამეს და ძალიან მიჭირს. ძალიან მიჭირს. ვერ ვეგუები. ხომდენი ხანი გავიდა, ნუ მაინც
ლეკვი არ განიხილება, არც ძაღლი არ განიხილება, სანამ ოდნავ არ მივხვდები, რომ შემიძლია ეს ყველაფერი იქამდე არაფერი არ განიხილება, დაბრუნებული დაჯავშნილი ლეკვის ჯავშანი გავაუქო. თავიდან სანამ ცხელი იყო, ძალიან მინდოდა, ძალიან მინდოდა, იმდენად მინდოდა, რომ თანახმა ვიყავი ღამეები, გამეთენებინა თანახმა ვიყავი, სახლში მოეფსა, გამეხეხა, 24 შვიდზე მეხეხა მეწმინდა, მაგრამ ის ლეკვიც რომ გარდაიცვალა, კი არა და მოკვდა, რაც გადავეკიდე. მე ვხვდი, რომ რაღაც არსებობს და ნიშანი იყო რა და გავჩერდი. ხო და საიდან მოვაყოლე 4 ბიჭი ამობრუნდა თეთრი წყაროს გზაზე. ავარია იყო, მანქანა გადავიდა სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხრამში. არ ვიცი, ქართველები ვართ საუკეთესო ერის შემოგჩენილი გვაქვს რაღაცეები რა. ანუ მოძრაობა გაჩერდა, თუ კი სადმე გოგონა დარბოდა და ყვიროდა, ბიჭები ყავთ მანქანაში, გადმოდის დროზე გვიშველეთ და სამ სამაშველო მოვიდა. ბიჭებს გადმოყვანილი ყავდათ, მაგრამ სანამ მე იქ ვიყავი და ყველა ადამიანი ცდილობდა, რომ თავის წვრილი შეეწონა, იმიტომ რომ მეორე სასწრაფო აგვიანებდა და ერთ სასწრაფოს ვერ გადაყავდა. ხელოვნური სუნთქვის შედეგად არ დაიღალნენ სამაშველო ბიჭები, სასწრაფოს ექიმები, მე ვუყურებდი მათ თვალებში და ვხედავდი, რომ საოცარი ჟინი ჰქონდათ გადარჩენის, მაგრამ ხო, ჩემ წინ დაიღუპა ვიღაცის შვილი, ვიღაცის მამა და არ მქონდა რეაქცია. მე მეგონა, რომ ძალიან ცუდად გავხდებოდი, იმ ღამეს ვერ დავიძინებდი, კოშმარები მექნებოდა, მაგრამ არა. არ ვიცი, ეთყობა ნამეტანი შევეგუე სიკვდილს. ხო, იმიტომ რომ დედა რომ გარდაიცვალა, დიდხანში ფოთოები მქონდა და დღემდე მაქვს და თუ დამასისმრა წამოვხტები ხოლმე და სიგიჟეები მაქვს. მოლი რომ მოკვდა, იგივე მაქვს დღემდე. სულ მახსენდება მისი ჩვენ ბოლო ურთიერთობა. ხო და ხო, რაღაც სადღაც გადაილახა რა. ძალიან დამენანა, ძალიან მინდოდა, რომ ეს სუნთქა, ესე დავუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ღმერთო, ოღონდაც ამ მარიამო ბადლას ამოისუნთქე და სამწუხაროდ ვერ ამოისუნთქა და ვეძები მის მე ტელევიზიას არ ვიხდი, გათიშული მაქვს, არ მაქვს ტელევიზორი, ანუ ასე ვცხოვრობ და ტელევიზორი მაქვს, ტელევიზია არ მაქვს. და ვეძებდი ინტერნეტში ამბები ჯეზე ვნახე, ახალ ამბებში ვნახე და ვერ მივაყოლია. თუ იმა მიცით და მაქედან მიყურებთ და მიწერეთ, ის 3 ხომ გადარჩა. მე აქ მინორულ ნოტაზე, მაჟორში მოვედი და მინორულ ნოტაზე დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ეს ჩემს გულში ტრიალებდა, არავისთვის არ მომიყოლია. გუშას მოაც არ მოუყევი, იმიტომ რომ ისე ზოგადად ვთქვი და ვთქვი, რომ ძალიან უნდა გავაუფრთხილდეთ ჩვენს ცხოვრებას, ყველაფერი ერთ საში დაწერილი. რაც არ უნდა ანალიზი ვიკეთოთ, რაც არ უნდა წინ გადავუდგეთ სიკვდილს, არ არსებობს ამის დამცავი რამე. მე მინახი ადამიანი, რომელიც ძალიან არასწორად ცხოვრობს, ყველაფერს აფუჭებს, თუ კი რამე შეუძლია და ძალიან დიდხანს ცხოვრობენ და მინახია ადამიანი დედაჩემის სახით, რომელიც ყავასაც კი არ სვამდა, რომელიც სიგარეტზე და ალკოჰოლზე იყო ლაპარაკი, მე დავაწყებინა ყავის დაღება და ძალიან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში წავიდა. ანუ არ არსებობს ფორმულა იმის, შენ რა გიწერია, როდემდე გაქვს გამოსაცდელი ვადა აქ. ამიტომ ძალიან უნდა გავაუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს, იმიტომ რომ როცა ნასვამ მდგომარეობაში ჭდები საჭესთან იმოკლება. იმ გამოსაცდელ პერიოდს დედამიწაზე და იმოკლებ შენს ახლობლებთან ურთიერთობაში დროს იმოკლებ
ყველაფერს იმოკლებ. არ უნდა გარისკო. არ უნდა გარისკო და ჩემ ბიჭებს ვაუქნებოდი რომ იცოდეთ ყოველთვის რომ ნასვამი საჭას არ უნდა მიუჭდე არასდროს. შენ შეიძლება შენი თავისი მეტი გაქვს და გამოცდილი მწვავე ხარ, მაგრამ ალკოჰოლი ანელებს რეაქციებს, აძინებს და შეიძლება შენ გადარჩი, მაგრამ სხვა შეუქმნა საფრთხე. და იქ რომ ახლოს მანქანა ყოფილიყო იმ მომენტში აუცილებლად ის ხალხიც დაზარალდებოდა, მანქანამ 4 ბრუნი გააკეთა და ისე გადავარდა ხელში, არ ვიცი როგორ მოახერხა. მოსახვევია მოცურდა, ჩაეძინა, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ნასვამი რომ არ ყოფილიყო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. რთულია ხო? ანუ მე ვიტყვი ხოლმე ნიკუშას განსაკუთრებით და დათასაც ხო მოტო უნდა ძალიან და მე ვეუბნები რომ მე რო აღარ ვიქნები მხოლოდ მასში შეგიძლია შენიხიდო მოტო. მაგრამ უყურეთ ასეთ პასუხს ვიღებ ხოლმე რომ დედა ქუჩაში რომ მივდიოდე და ვინმე დამარტყას. რომ მივდიოდე და აგური ჩამოვარდეს და დამეცეს. დაზღვეული არავინ არსად არ ვართ იმაში არ ვართ დაზღვეულები რომ დავიძინებთ, გავეუძებთ თუ არა ხვალ, ხო? რა თქმა უნდა, ვეუბნები, გეთანხმებით მაგ ყველაფერში, რომ ვიღაცამ შეიძლება ხელყოს თქვენი რაღაც, ან ასე მოხდეს. მაგრამ შენ ხო არ იქნები მოტოთი, შენ ხო არ იქნები ქუჩაში შუაღამისას ნუ დადიხართ დღესასწაულებს ეს ტექსტები მაქვს ხოლმე გიჟური. ხო, არ ვიცი, არ არსებობს ფორმულა ალბათ რა. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით დაწერთ, რაც არ უნდა სწორად ვიცხოვროთ, რაც არ უნდა მოვუფრთხილდეთ TikTok-ზე ერთ გოგონას უყურებ 26 წლის არის და სარკომა აქვს მეოთხე სტადია და ყვებოდა რომ მის მშობლები დიდხანს ელოდნენ და ყველაზე ძვირფას საკვებს ყველაზე ნატურალურს აჭმევდნენ და ძალიან ცდილობდნენ რომ ჯანმრთელი და ბედნიერი შვილი ყოლოდათ და ის დღეს ამ ასაკში ამ დაავადებას ებრძვის, რომელსაც არასდროს არაფერი არ გაუკეთებია და ყოველთვის ვფიქრობდი რომ არც მე ნერვიულობ და არც ნერვიულობდია და მე ისევ ნერვიულობ ხალხო ნები თუ ნებლიან ყველაფერზე ნერვიულობ. ჩემი ტვინი არის აბსოლუტურად გიჟურ მდგომარეობაში არ შეუძლია რომ მოეშვას. ახლა იმასაც ნერვიულობ რომ საღამოს უნდა წავიდე. და ჩემი ნერვიულობის მიზეზები რო გაიგოთ ის რომ სახში არ ვიქნები. ის რომ იქიდან როცა მე მინდა ისე ვერ წამოვალ, იმიტომ რომ შენ სტუმრად მიდიხარ, უნდა 100 ამოვნო ადამიანს ვისთანაც მიდიხარ, ხო? ის რომ გამოიქცე რა არის ეგ, რა საქციელია. რა საზოგადოება იქნება? რამდენად კომფორტულად ვიქნები? ხო, ყველაფერთან ნერვიულობ. ხალხ 11 აგვისტო ენადაც ნერვიულობ და 25 აგვისტოს დასასვენებლად წასასვლელი ისევ თბილისში ვარ და ისევ აქუზე ვარ და ისევ გუშინ ვიმუშავე ცოტა აღარ ჩანს არაფერი ეთყობა ხალხი ახლა კიდე გავიდა და ხო არ ვიცი აი ყველაფერს განვიცდი ასეა ეს ამბები გაკოცეთ გეფერებით მეყხართ და ბევრი კომენტარები დამწერეთ დროებით